იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძის და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის 19 საუკუნის საქართველოს ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დაესწრო. მან მინდია უგრეხელიძე სამინისტროს სისტემის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის იუსტიციის მედლით დააჯილდოვა. მინდია უგრეხელიძე სისხლის სამართლის ქართული მეცნიერული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, იურისტთა მსოფლიო ასოციაციის და სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მინდა აღნიშნო, რომ დღეს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ბატონი მინდია უგრეხელიძისათვის გადაეცა იუსტიციის მედალი. ეს არის სპეციალური ჯილდო, რომელიც პირველად გადაეცემა ამ შემთხვევაში ვინმეს და ეს არის ბატონი მინდია, რომელსაც რა თქმა უნდა უდიდესი დამსახურება აქვს ქართული იურისპრუდენციის წინაშე. უზარმაზარი მოვლენა არა მხოლოდ საქართველოს რეალობაში, არამედ რა თქმა უნდა გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს არის მსოფლიო მასშტაბის მართლაც ბუმბერაზი მეცნიერი და ბუმბერაზი მოღვაწე. ეს ყველასთვის კარგად ცნობილია და ამაში ახალი არაფერია. საქართველოს იმ კონსტიტუციონალისტების წყალობით, რომლებიც ჩვენ გვყავს სასახელო და არაერთი, რა თქმა უნდა შეძლებს, რომ მალე აკრიფოს ეს ტემპი და შეძლოს მიაღწიოს ისეთ წარმატებას, რომელიც ერთნაირად მისაღები იქნება. სათაურის ასე წარმოჩენაც მეტად ორიგინალურია, რამდენადაც საქართველოს ყოველთვის იდგა ასეთ მაგისტრალზე. მე ვგულისხმობ კონტინენტურ სამართალს და საქართველოში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც იაზრებდნენ რა არის ევროპული სამართალი.